არის შემთხვევა, რომ მოდიოდა დებდი გამოგება. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. განსწორებულია ჩვენი ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი. ჩვენი უწყება შესაბამისი სამსახური. ჩვენ დევნილ საზოგადოებას რა თქმა უნდა უწევდა ამ დოკუმენტის მიღებას და ამ სახელმწიფოს ესე მოთხოვნა მაინც და მაინც ძალიან საინტერესო ყოვლის მომცვლელი დოკუმენტი შეიქმნა ჩვენი დევნილი საზოგადოებისთვის, არა მხოლოდ მათი უფლებების მიმართულებით, არამედ ეს გარკვეულწილად მოიცავს კონკრეტულ ინფორმაციას თუ რა სერვისი, რომელ უწყებაში მიიღონ და ვის უნდა მიმართონ კონკრეტული უფლების მისაღებად. ღონისძიებამ ძალიან მაღალ დონეზე ჩაიარა, იყო საკმაოდ მასშტაბური და ყველა ის შენიშვნა წინადადება, რაც დარგის ექსპერტებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, არასამთავრობო სახელმწიფო და ორგანიზაციებისგან მივიღეთ აუცილებლად აისახება ამ დოკუმენტში. ჩვენი ორგანიზაციის სახელით მადლობას გადავუხდით ორგანიზატორებს მოწვევისთვის და აქვე ავღნიშნებთ, რომ მსგავსი საკომუნიკაციო მგზავრობის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ერთის მხრივ გაიზარდოს დევნილთა ინფორმირებულობის დონე იმ უფლებებთან დაკავშირებით და სერვისებთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფოში არსებობს მათ მიმართ და მეორეს მხრივ ხელი შეეწყოს დევნილთა საკითხის პოპულარიზაციას. მივესალმებით ნებისმიერ იმ წინადადებას, რომელიც დევნილთა უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული და რა თქმა უნდა ჩვენც მზად ვართ ღია მჭიდრო თანამშრომლობისთვის ამ საკითხებთან მიმართებაში. სამართლებრივი გზამკვლევის პრეზენტაცია, რომელიც გაიმართა დღეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. აღსანიშნავია ის, რომ ამ გზამკვლევს წინ უძღოდა რამდენიმე ძირითადი და მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელშიც ჩართული ვიყავით ჩვენ ახალგაზრდები და გამოთქვამდით იმ სურვილებს, რომელიც გსურდა როგორც დევნილებსო გათვალისწინებული ყოფილიყო აღნიშნულ გზამკვლევში. მნიშვნელოვნად გაგრძელდეს აღნიშნული მიმართულებით მუშაობა, რადგან უფრო წინა პლანზე იყოს წამოწეული დევნილთა უფლებები და ინტერესები, რომელიც დგას დღეს მათ წინაშე.